პირველ რიგში ტრივიალური განცხადება უნდა გავაკეთო მასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები არის ძალიან პოპულარული. ვისაც უნდა რაიმე, ყველა ცდილობს, რომ ეს რაიმე აქციოს უფლებად, იმისთვის, რომ გაზარდოს თავისი შანსები ამ რაიმეს მიზანებად. ეს არის რაღაც წარმატებული ვალუტა ვაჭრობისთვის და ადამიანის უფლებები გახდა საერთაშორისო დონეზე და შიდა სახელმწიფოებრივ დონეზეც მთავრობის კრიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, ესე ვთქვათ. როგორც მორალური, ასევე ეთიკური. ეს არის რის საფუძველზეც კრიტიკა არის ყველაზე მძაფრი. თუ ხელისუფლებას ვარქმევთ, რომ ის არ ყოფს ადამიანის უფლებებს, ამაზე მნიშვნელობას ვერაფერს ვერ ვთქვით. პირობითად ის, რომ რესურსებს ხარჯავს არასწორად, ყოველთვის იქნება ნაკლებად მძაფრი, ვიდრე ის, რომ ის არ ყოფს ადამიანის უფლებებს. ამ პოპულარობის მიღმა ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველაზე ფუნდამენტური საკითხები ადამიანის უფლებთან დაკავშირებით კონცეფციები არის ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი. გვაქვს ადამიანის და გვაქვს უფლებები, მაგრამ ისიც კი არ ვიცით ზუსტად ვინ არიან სუბიექტები, როდის იწყება ადამიანის უფლების სუბიექტობა და კონკრეტულად რას ნიშნავს უფლება. ერთხელ ჩემი სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში ვცდილობდი 52 მუხლების ფარგლები განვესაზღვრა. 52 მუხლი საქართველოს კონსტიტუციის ამბობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისუფლება და დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მინდა და გამერკვია რა არის უფლება და თავისუფლება, იმისთვის რომ გამერკვია როდის აქვს ადამიანს შესაბამისად უფლება რომ მიმართოს სასამართლოს. და ძალიან ბევრი კვლევის მერე ვერაფერი ვერ გავიგე, ვერანაირი ტესტი ვერ აღმოჩნდა სამართლები, რომ აბსოლუტურად ვიტყოდი, ეს არის, ესე უფლება არის, ტესტი არაფერი არ იყო. ერთადერთი რაც მომეწონა და რაც ძალიან დამაინტერესა, ყურში მომხდა, იმიტომ რომ ეს მეტნაკლებად გარკვეული იყო. ეს იყო სხვა შორის მემარჯვენის არიენაიერის ფრაზა, რომელიც ამბობდა, რომ უფლება არის ის, რაზეც შეგიძლია სასამართლოში იდაო. ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემს არ გამოდგებოდა, იმიტომ რომ ეს ტოტის მაინტერესებდა სასამართლოში რაზე შეიძლება იდაო. და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ უფლებასთან დაკავშირებით რაღაცა მყარი კრიტერიუმი არ გვაქვს, როგორ აღმოვაჩენთ ხოლმე ამ უფლებებს. ველაპარაკებ რა არის მიდგომები და თეორიები, როგორ ახდენენ ხოლმე უფლების რაღაცა ფუნდამენტის განსაზღვრას, რომლის საფუძველზეც რომ მიიჩნევა, რომ ეს დანარჩენი კონკრეტული უფლებები ვითარდება, მაგრამ არც ვორენის და ბრანდაისის ამერიკის უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების ძალიან კარგი სტატია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ყველა კლასი იწყება იდეაში ამ სტატიის გარეთ, რომელიც საუკუნის დასაწყისში დაიწერა და ეს იყო პირველი სტატია, რომელშიც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების კონცეპტუალიზაცია მოხდა, ჩამოყალიბდა ეს უფლება, გამოყვანი იქნა საკუთრების უფლებიდან, რამდენიმე დელიქტიდან, რომლებიც ედენ ადამიანის პატივს, ღირსებას, პირად ხელშეუხებლობას, რაღაც ახალი უფლება გამოვიდა უკვე არსებული უფლებიდან. მაგრამ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას რო თავი გავანებოთ, ეს სტატია ჩემთვის იმიტომ რომ ძალიან საინტერესო მეთოდოლოგია ახალი უფლებების აღმოჩენის. სტატიაში წერია ის რამე, ზოგადად ადამიანის უფლებები წარმოიქმნება იმის მიხედვით, რა აყენებს ადამიანს ტკივილს. ანუ რაღაცა 1 საუკუნე, 2 საუკუნე, 3 საუკუნე ცხრილში გვხვდება რაღაცა და გვტკივა და მე აღმოჩენთ, რომ ამ ნაწილში ადამიანისთვის დარტყმა არ შეიძლება. დაახლოებით ესეთი არის მეთოდოლოგია. ანუ ადამიანის უფლებთან დაკავშირებით მიდგომა არის, რომ ის არის ტანჯვისგან თავის დაცვის საშუალება. შინაარსობრივად ეს რა თქმა უნდა სამართლებრივად კონცეფციად არ გამოდგება, სტატისტიკად არ გამოდგება, მაგრამ შინაარსობრივად რომ იყო, როგორ იქნება უფლებები, ეს არის საკმაოდ კარგი აღწერა ამ განვითარების. ყველა უფლება ყალიბდება რაღაცა დარღვევის პასუხად. როცა ადამიანის უფლებებზე საუბრობ, ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც მისმენენ, მეუბნებიან ხოლმე, რომ ეს სისულელია, იმიტომ რომ ეხოს უირღვევა. პირობითად წამების აკრძალვა სისულელია, იმიტომ რომ ადამიანებს სულ აწამებენ. ან ავტონომია სისულელია, იმიტომ რომ ადამიანის ცხოვრებაში ყველა ერევა, ყველა ეტაპზე. მაგრამ თავარი არ არის რა ხდება, ანუ მთელი ამ საუბრის ამოსავალი, ადამიანის უფლების საუბრის ამოსავალი არის ის, რომ ნორმატიული რეალობა და ფაქტობრივი რეალობა უნდა გამიჯნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაინდა-მაინც ფაქტებით არ შეამოწმოთ უფლების ასე ვთქვათ ვალიდურობა, ანუ სამართლებრივი ნამდვილობა. იმიტომ რომ ადამიანის უფლებები ყოველთვის დაირღვევა. მაგრამ იმის აღიარება თავისთავად რომ ეს ღირებულება არის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ დაირღვეს. ერთის მხრივ გვანიჭებს ყველა ადამიანს რაღაცა ცნობიერებას გვიმაღლებს იმასთან დაკავშირებით რა აქცევები არის მორალურად გაუმართლებელი, მიუხედავად იმისა, ჰორიზონტალურ ურთიერთობებში მოქმედებს თუ ვერტიკალურ ურთიერთობებში და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ადამიანი რომელსაც უფლებას ურღვევენ იმის გამო რომ მას უფლება დაუღვიეს და არ მოხდა რაღაცა გაუგებარი შეუფასებელი რაღაცა ჯერ კიდე სახელდაურქმეველი მოვლენა შესაბამისად აღიჭვრება რაღაცა გარანტიებით იმისთვის რომ ამ უფლების დარღვევაზე პასუხის გაცემა შეძლოს. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, როცა საუბრობენ უნივერსალიზმზე და იმასთან დაკავშირებით ეს უფლებები ყველასთვის, ყველგან ცხოვრები ადამიანებისთვის საერთოა თუ განსხვავდება კულტურების და სახელმწიფოების მიხედვით. ერთმა ადამიანმა, რომელიც იყო ნიგერიელი მწერალი და რომელსაც წლების განმავლობაში აწამებდნენ ნიგერიის ციხეში და რომელიც ესწრებოდა ამ ტიპის დალას უფლებების შინაარსთან დაკავშირებით, თქვა ის რომ როცა პირობითად ვიღაცა გცემს და ძვლებს გიმტროს, ყოველთვის ხვდები, რომ ის ვიღაცა იქცევა არასწორად. მიუხედავად იმისა, ნიგერიაში ცხოვრობს, პალესტინაში ცხოვრობს, საქართველოში ცხოვრობს თუ ამერიკაში. ანუ მთავარი არის ემოციურ დონეზე კონკრეტული ქცევა შენში რა რეაქციას იწვევს. ადამიანმა პირობითად მიუხედავად იმისა, რომ მორალურად შეიძლება ძალიან განსხვავებულები ვიყოთ ყველანი, ადამიანებმა იციან, როდის ექცევიან ცუდად, რისი უფლება არ აქვს არავის სამართლებრივი დადგენილებების მიღმა. ეხლა დავუბრუნდეთ მთავარ მიმართულებას. რატო არის ადამიანის უფლებების კონცეფცია დაუსრულებელი? გითხარით, რომ უფლებებთან დაკავშირებით ეს განმარტების პოვნა იყო ძალიან ძნელი. თუ გინახავთ გაეროს მთელი დიდი კონვენციები და ხელშეკრულებები ან დადგენილებები დეკლარაცია, ყველა ამბობს, რომ უფლებები გამომდინარეობს ღირსებიდან, ადამიანის ღირსებიდან. ანუ ადამიანის უფლებები არსებობს იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანის ღირსება. ეს უკანა პლანზე ღირებულება, რომლისგანაც მთელი ეს უფლებები გამომდინარეობს, არის ღირსება. მაგრამ პრობლემა ღირსების კონცეფციასთან დაკავშირებით არის ის, რომ არავინ არ იცის რა არის ღირსება. მე მაგალითად როცა ვსწავლობდი ძალიან მომწონდა შეხედულება, რომ ღირსება არის თვითშეფასება. კიდევ არსებობდა ესეთი განმარტება, რომ ღირსება არის შენი უნარი, მოითხოვო შენთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ან შენთვის ზიანის მიყენების შეწყვეტა. ანუ ღირსება არის უნარი თავი დაიმკვიდრო, ესე ვთქვათ, დაადგინო საზღვრები შენს გარშემო და ადამიანებს აგზავნო შენი რაღაცა ღვთისგან ან ბუნებისგან მონიჭებული სივრცის შელახვა. მაგრამ საბოლოო ჯამში რამდენი ყველაზე პოპულარული რა თქმა უნდა არის კანტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის ღირსება გულისხმობს იმას, რომ მას არასდროს არ შეიძლება მოექცე როგორც ობიექტს და ის ყოველთვის უნდა განიხილო როგორც სუბიექტი. მაგრამ სხვა შორის ამ ღირსების ამ კონცეფციას საკმაოდ კარგად წარმატებულად ძალიან სამართლებრივი ტესტის სახით იყენებს ამ გერმანიის სასამართლო. თუმცა ეს თვითონ ტესტის დამსახურება თუ გერმანელების განსაკუთრებული მონდომის ბრალია რომ კანტის ერთგულები არ ჩინა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოსდით და ეს ნიშნავს, რომ ტესტი მუშაობს ერთიანობაში. ღირსებასთან დაკავშირებით როგორც ვთქვათ, პრობლემა არის იმაში, რომ ძალიან ბევრი შინაარსი შეიძლება მისცე ღირსებას. ადამიანები ძალიან განსხვავდებით და ძალიან ძნელია ღირსების ესეთი უნივერსალური კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც ყველა ადამიანისთვის იქნება მისაღები და იტყვი, რომ ყველა ადამიანს ეს რაღაცა აქვს ერთნაირი და შესაბამისად ერთნაირია მათი უფლებების დიაპაზონი. ანუ თავი ამოსავალი როცა ამ კონცეფციებზე ვაპარაკობთ, რაც დგას ამ მსჯელობის უკან არის ის, რომ გვინდა ისეთი საფუძვლის მოპოვება ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც საფუძველს იტყვის, რომ ყველა ადამიანს ეს რაღაცა აქვს ერთნაირი. იმიტომ რომ იდეაში დისკრიმინაცია თავისთავად თეორია არ უნდა დაუშვოს, ყველანაირად გამორიცხოს, თეორია დიდი ხარვეზი იქნება თუ ის დაუშვებს რაღაცა დისკრიმინაციას, ხო? მეორე ვარიანტი არის ის, რომ ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებები გამომდინარეობს ადამიანისთვის კეთილდღეობის უსრულყოფის საჭიროებიდან. ანუ უფლებები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი მას შეძლოს რაღაცა კეთილდღეობის შექმნა. მან შეძლოს თავის გადარჩენა, მან შეძლოს თავისი უნარების განვითარება, მან შეძლოს თავისი ძირითადი ცხოვრებისეული არჩევნების გაკეთება, ისე რომ ცხოვრება ერთიანობაში მისთვის იყოს სასიამოვნო მისაღები, ცხოვრება მისთვის ღირდეს, ესე ვთქვათ. ამასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, კარგი არგუმენტია კეთილდღეობასთან დაკავშირებული მსჯელობა, მათთვისაც მიაჩნია, რომ უფლებები არ არის უნივერსალური, იმიტომ რომ კეთილდღეობის განცდა სხვადასხვა საზოგადოებებში არის ძალიან განსხვავებული და ინდივიდების დონეზეც არის ძალიან განსხვავებული. შემდეგი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ წარმოადგენდეს უფლებების საფუძველს, არის უნარი, რომ გადარჩე. ესეთი, ანუ ყველა ადამიანი პირობითად იბადება იმ მოთხოვნილებით, რომ უნდათ გადარჩენა. ეს არის ყველასთვის უნივერსალური. ანუ ამასთან დაკავშირებით ორი აზრი არსებობს. სანამ ცხოვრობს, გადარჩენა გვინდა. ვიღაცა რა თქმა უნდა თავს იკლავენ, მაგრამ სანამ ამ უკიდურეს გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, ძირითადად ცხოვრობთ იმ ინსტინქტით, რომ გადარჩენა გვინდა. და შეიძლება ითქვას, რომ უფლებები არსებობს იმისთვის, იმ პირობების უსումელსაყოფად, რაც ადამიანს აძლევს გადარჩენის საშუალებას. თუმცა ამასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, არის პრობლემები, იმიტომ რომ გადარჩენა თავისთავად
ბევრი არ არის. ანუ გადარჩენ არ გაძლევს შენ ცხოვრებას, რომელსაც ცხოვრება ღირს. გადარჩენის გაპირობითად გადარჩენა იქნებოდა საბჭოთა კავშირში ცხოვრებაც ხო, იმიტომ რომ ბევრი ძირითადი სასიცოცხლო ინტერესი ადამიანებს დაკმაყოფილებული ჰქონდათ, მაგრამ ამის გარდა ადამიანი შეიძლება ჭირდებოდეს ძალიან ბევრი რამე იმისთვის, რომ განვითარდეს, იმისთვის, რომ თავის ცხოვრებაში ნაარსი შეეძინოს, იმისთვის, რომ მთელი ამ ბევრი რთული გამოცდილების გავლის სურვილი ჰქონდეს საერთოდ. და ის რომ პირობითად ის რაღაცა გადარჩენის პირობებით არის უზრუნველყოფილი, არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ როგორც უფლებების ამ ფართო თეორიის ფუნდამენტი. კიდევ არის ერთი ესეთი თეორია, რომელიც ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრებას, კაცობრიობის ცხოვრებას თუ დააკორდები, ეს არის ერთი ევოლუციის ისტორია. ჩვენ ყველას გვინდა განვითარება. და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ განვითარება არის საფუძველი, საიდანაც უფლებები გამომდინარეობს. მაგრამ იდეაში ყველა ადამიანთან დაკავშირებით ვერ იტყვი, რომ განვითარების მოდელში ძდება მის ცხოვრება. ანუ ევოლუციაზე როცა ვმსჯელობთ, ეს არის რაღაცა უფრო კოლექტიური სინამდვილე. შეიძლება კონკრეტული ინდივიდი არ ეწერებოდეს საერთო განვითარებაში და ამ დროს რა უნდა ვქნათ, მას უფლებები არ უნდა მივუცეთ, ანუ ინდივიდუალურ უფლებების თეორიას განვიხილოთ როგორც ინდივიდზე ორიენტირებულ თეორიას. განვითარების ღირებულება ნაკლებად გვაძლევს საშუალებას, რომ ეს თეორია გამოვიყენოთ უფლებების საფუძვლად. გარდა ამისა, პრობლემურია, როგორც ხართ, ისიც ვინ არის სუბიექტი ამ უფლებების, იმიტომ რომ როგორც ისეთი პრობლემა არის იმასთან დაკავშირებით, რა უფლებები აქვს ჩანასახს მაგალითად. ან როდიდან აქვს უფლებები ჩანასახს. რაღაცა სიცოცხლის უნარიანობის მომენტიდან, როცა მას საშუალებას გარეთ არსებობა შეუძლია, როცა დაიბადება იმ მომენტიდან, რა მდგომარეობაშია იმ ადამიანის უფლებები, რომლებიც არიან კომაში, რომლებიც ვერ აზროვნებენ იდეაში, მასაც კი ვერ გამოხატავენ, რომ გადარჩენა უნდათ. და ასე შემდეგ, ანუ ხო კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ საქართველოშიც გააქტიურებული საკითხი, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არის ესარჩელი შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების უფლებები, ანუ მათი უფლებების საფუძველი რა შეიძლება იყოს, იმ თათვლით, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ძირითადად იმის განცდა, რა კავშირი არსებობს მიზეზსა და საშუალებას შორის, ანუ მათი მენტალური უნარები, იმ სამყაროში, რომელიც მიზეზობრივ კავშირზეა აგებული, არ არის მორგებული იმის გათვლისთვის კონკრეტული შედეგი, კონკრეტული ქცევა, რა შედეგს მოუტანს. აქედან გამომდინარე, ისინი მათ პრობლემები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ცხოვრება დაგეგმვა თავიანთი საკუთარი ნების შესაბამისად და ამასთან დაკავშირებით ვერც კეთილდღეობა, ვერც განვითარება და ანუ ყველაზე კარგი განვითარება აშკარად პასუხს ვერ გვაწევს. ყველაზე კარგი თეორია ამ შემთხვევაში რჩება ღირსება. ოღონდ ღირსებასთან დაკავშირებით, როგორც ვთქვით, პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბუნტოვანია. მთელი ამ არეულობის მიღმა ადამიანის უფლებების აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ვის ადარდებს რა ხდება ახლა ამ თეორიულ დავებში. ფაქტია, რომ უფლებები მუშაობს. თუ გაქვს რაღაცა გაეროს კონვენცია, რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რაიმე ტიპის დოკუმენტი, რეკომენდაცია იქნება ეს დასკვნა, მოსაზრება, რაიმე ტიპის დოკუმენტი, რომელშიც რაიმე ფორმით ნახსენებია, რომ ადამიანს ეს უფლება აქვს, შეგიძლია ბედნიერად დაიწყო მისთვის ბრძოლა. ანუ უფლებებთან დაკავშირებით მასთან პოპულარობა განაპირობა ის, რომ მიდგომა გახდა უფრო ზედაპირული. ყველაზე ფუნდამენტური საკითხები დარჩა დიდი ხნით დაუსრულებელი იმისთვის, რომ იმიტომ რომ ზედა პლანზე ეს თეორია მუშაობს საკმაოდ კარგად. ანუ აბსოლუტურად ის რომ თქვი, რომ ადამიანები ზედაპირულად ეკიდებიან ამ ფუნდამენტურ საკითხებს, არ იყო გამოწვეული იმ განცდით, რომ ადამიანის უფლებები არის რაღაცა უვარგისი ან არაღირებული. პირიქით, სრულად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადამიანის უფლებების არსებობამ და მათმა მნიშვნელობამ ჩვენს თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში განაპირობა ძალიან ბევრი ადამიანის ტანჯვის შემცირება, თუ ისე დავრჩები იმ თეორიასთან, რომ უფლებების მთავარი არსი არის ადამიანის ტანჯვის შემცირება. ბევრნაირი ტანჯვი შეიძლება იყოს მორალური, ფიზიკური, ბევრნაირი. თქვენ ყველა მიცით, რომ უფლებები არის რამდენიმე სახის. და იდეაში დაუსრულებელი დავა იმასთან დაკავშირებით, ეს არის თუ არა უფლება, ის არის თუ არა უფლება და დაუსრულებელი დავა უფლებების სფეროში მემარცხენესა და მემარჯვენეების შორის არის იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა სოციალური უფლებები, ეკონომიკური უფლებები და კულტურული უფლებები, აგრეთვე უფლებები. თუ მარტო ეგრეთ წოდებული პირველი თაობის უფლებებია, უფლებები. ჩვენ დღეს ამასთან დაკავშირებით არ ვსჯელობთ, სოციალურები არ არის განხილვის თემა და არც მათი უფლებრივი სტატუსის კითხვის ნიშნულს დაეყენება არ არის დღევანდელი განხილვის თემა. უბრალოდ მე მინდა რომ ერთად ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რა შეიძლება იყოს მთავარი ღირებულება ზოგადად უფლებების თეორიის უკან.
და ამასთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა რა ქონდეთ თანამედროვე ჩვენს საზოგადოებაში არსებული უფლებების თეორიასთან დაკავშირებით. მოდი განვიხილოთ ერთ ხაზზე რა ტიპის უფლებები გვაქვს. გვაქვს სამოქალაქო უფლებები, პოლიტიკური უფლებები, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული უფლებები და ამის მერე გვაქვს უფრო გლობალური უფლებები, როგორც არის მშვიდობის და წარმატებულობის უფლებები და გვაქვს კიდევ კოლექტიური უფლებები, თავშორის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვითგამორკვევის უფლება და თვითგამორკვევის უფლება როცა უკიდურესობამდე მიყვანილია, გულისხმობს თავში სეცესირების უფლებას, ანუ სახელმწიფოდან გამოყოფის უფლებას. ერთხელ ეს უფლებები ერთმა ჩემმა ლექტორმა დაალაგა წრფეზე. თუ წარმოვიდგენთ წრეს და ჩავთვლით, რომ ერთ თავში არის მინიმალური მოთხოვნები სახელმწიფოსგან, მეორე თავში არის მაქსიმალური მოთხოვნები სახელმწიფოსგან. ანუ აქ მეთხოვ ძალიან ცოტა სახელმწიფოსგან, მერე აქედან მოდიხარ მეტი და საბოლოო ჯამში მიგაქვს ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა, ხო? ან თავში იქნება სამოქალაქო უფლებები. რა არის სამოქალაქო უფლებები? სამუშაო განმარტებისთვის. სამოქალაქო უფლებები არის შენი კერძო ავტონომიის სფერო. ანუ ის რაღაცა, რაშიც არ შეიძლება ჩაგერიონ მილი განასხვავებს საკუთარ თავზე ორიენტირებულ და სხვებზე ორიენტირებულ ქმედებას. ეს განსხვავება არის ყველაზე მეტად გაკრიტიკებული, იმიტომ რომ მართლა ძალიან ძნელია გამოყო ისეთი ქმედება, რომელიც მარტო შენ შეგეხება და არავის სხვა შენს გარდა სამყაროში, მაგრამ სამოქალაქო უფლებების პირობითად შეგვიძლია დავარქოთ, რომ ეს არის ყველაზე მეტად შენ თავზე ორიენტირებული ქმედებები პირობითად რა განათლებას მივიღებ, როგორ ჩამოვაყალიბებ ჩემს იდენტობას, სად ვიცხოვრებ, როგორ ვიცხოვრებ, ვისთან მექნება ურთიერთობა, როგორი ურთიერთობა მექნება ოჯახთან, როგორ განათლებას მივიღებ და ასე შემდეგ. ანუ ეს არის შენი კერძო ავტონომია. მოთხოვნა სახელმწიფოსგან არის, რომ თავი გაგანებას. ეს არის ძალიან უხეში აღწერა, უბრალოდ ყველაზე მთავარი მომენტები რომ დაინახოთ ყველა თითოეულ ამ უფლებების ჯგუფში. მეორე არის პოლიტიკური უფლებების სფერო. პოლიტიკური უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან შემხელობა არის უფრო მეტი, იმიტომ რომ შენ პრაქტიკულად პრეტენზია გაქვს სახელმწიფო მართო. იმიტომ რომ პოლიტიკური უფლებების სფეროში შენ უერთდები შენს საზოგადოების, სხვა საზოგადოების წევრებს და მათთან ერთად იღებ გადაწყვეტილებას, როგორ გინდა ცხოვრება. ანუ ეს არის იდეაში შენი ჩართულობა სახელმწიფოს მმართველობაში. სხვა ფორმით. აი გამოხატვის თავისუფლება იდეაში დგას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების ზღვარზე, იმიტომ რომ ერთის მხრივ ეს არის შენი იდეების კომუნიკაცია და მეორეს მხრივ პოლიტიკური გამოხატვა, ესე ვთქვათ, არის ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება იმისთვის, რომ შენ ჩართული იყო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. შემდეგი ეტაპი არის სოციალური და ეკონომიკური უფლებები. ამათ განსხვავება განაზრებას, იმიტომ რომ ხაზზე ზოგადად მათი დაყოფა არის ძალიან პირობითი. როცა ეკონომიკური და სოციალური კულტურული უფლებების პაქტი იქნებოდა, პირველი 9 უფლება ჩამოაყალიბა სოციალური და ეკონომიკური უფლებების საბჭომ, მეგონი მეორე 6 უფლება ჩამოაყალიბა იუნისეფმა და ბოლოს უფლებები, კულტურული უფლებები ჩამოაყალიბა იუნესკომ. შესაბამისად განისაზღვრა ეს სახელები, რომ პირველი არის ეკონომიკური უფლებები, მეორე არის სოციალური უფლებები და მესამე არის კულტურული უფლებები. ანუ თვისობრივი, შინაარსობრივი გამიჯვნა მათ შორის განსაკუთრებით ეკონომიკური და სოციალური უფლებების შორის პრაქტიკულად არ არსებობს. ერთია ის, რომ უკავშირდება ადამიანისთვის რაღაცა გარანტიების მიცემას იმისთვის, რომ ამ ადამიანმა შეძლოს თავისი ცხოვრების ეკონომიკური საფუძვლების მეტნაკლებად უზრუნველყოფა, პირობითად ქონდეს სამუშაო და თუ სამუშაო არ იქნება, ქონდეს უზრუნველყოფა გარკვეული რისკების მიმართ, მაგალითად უმუშევრობის რისკის მიმართ, მარჯინალის დაკარგვის რისკის მიმართ და ასე შემდეგ. მეორე რიგში სოციალური უფლებების რიგში არის ის, რომ ადამიანს ქონდეს მაგალითად ჯანდაცვის უფლება, ბავშვებს ქონდეთ რაღაცა დაცულობა და ასე შემდეგ და ბოლო განრიგში არის კულტურული უფლებები, რომლებიც გულისხმობს გარანტიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა შეძლოს თავისი კულტურით სარგებლობა. შესაბამისად, ამ სფეროში, რა თქმა უნდა, ადამიანი უფრო მკითხავთ, რომ რაც მოვდივართ აქეთ უფრო და უფრო მეც მოითხოვს სახელმწიფოსგან, ხო? ამ სფეროში ადამიანი უფრო მეც მოითხოვს სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ მას სჭირდება რაღაცა რესურსები. ანუ თუ პირველ ორ ბლოკში უფრო მეტად ვსაუბრობდით სახელმწიფოს მიერ თავის შეკავებაზე, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რაღაცები გააკეთოს. ან გააკეთოს ის, რომ ყველა ადამიანი რაღაცა ძირითადი უფლებებით იყოს უზრუნველყოფილი, ძირითადი გარანტიებით იყოს უზრუნველყოფილი თავისი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სფეროში, ან ცადოს მაინც რაღაცის გაკეთება. ეს არის ორი მიდგომა, ერთი არის
მინიმალური ბირთვის მიდგომა, რომელიც ამას ადამიანს საარსებო მინიმუმი მაინც უნდა მისცე და მეორე არის დინამიური განთავისუფლება, რომელიც აუცილებლად შეიძლება საარსებო მინიმუმით კი ვერ მისცე, ახლა ესეთი გაჭირვებული იყო, მაგრამ თუ შენ მუდმივად ცდილობ რომ განვითარდე, თუ შენ მუდმივად ცდილობ რომ შენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესო, ეს არის უკვე კარგი. ანუ შენ უკვე ამ კონვენციის სტანდარტებს აკმაყოფილებ. და შემდეგ ეტაპზე რაც მოდის არის ესე ვთქვათ, როგორც ხართ კოლექტიური თვითგამორგოვის უფლება. ამ შემთხვევაში შენ სახელმწიფოსგან კიდევ უფრო მეც მოითხოვ რაღაც კოლექტიურად გარანტიებს იმის, რომ შენ ძალიან ახლოს დგას კულტურულ უფლებებთან. შენ უფრო მეტად ისარგებლო კულტურით, შენი რაღაც თვითმყოფობა, შენი ავტონომია გქონდეს და როცა ეს მოთხოვნილებები მძაფრდება და მის უკიდურესობამდე ამ ბოლო წერტილი არის თუ სეცესირება, როცა შენ მიდიხარ სახელმწიფოსგან, შენს თანამოაზრეებთან ან თანადაკავშირებულ პირებთან ერთად, შეიძლება ეს იყოს ეთნიკური კავშირი ან რელიგიური კავშირი და თან ტერიტორიაც მიდიხარ. ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი არის ამ შემთხვევაში სახელმწიფოს. ანუ ამ სფერო, რომელიც ავსახეთ ერთიანობაში, რომელიც დავიწყეთ ჩვენგან ძალიან ახლოს სფეროდან და მე გავფართოვდით. ეს სახელდება ხოლმე, ეს არის თვითგამორგოვის წრფე. ამ წრფის დუღიას, რომელიც ადამიანის უფლებებზე გამოდის, რომ მთავარი ღირებულება, რომელიც ადამიანის უფლებებს ზოგადად თან ახლავს ყველა სახის უფლებას, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, ეს არის თვითგამორგოვის უფლება. ანუ საბოლოო ჯამში ყველა ჩვენი უფლება არის თვითგამორგოვის უფლების ერთ-ერთი ასპექტი. გვეძლევა იმისთვის, რომ ჩვენ უფრო კარგად გავარკვიოთ ვინ ვართ, რა გვინდა და რის გაკეთებას ვაპირებთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ხოლო შორის ამასთან დაკავშირებით სიმბოლურია ის ფაქტი, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტი, რომელსაც 1966 წელს არის მიღებული, იწყება კოლექტიური თვითგამორგოვის უფლებით. რაც სამოქალაქო, იმიტომ რომ ზოგადად პაქტი არის ინდივიდუალური უფლებების პაქტი, მაგრამ ეს არის ერთადერთი კოლექტიური უფლება, რომელიც მასში მოყვანილია პირველ მუხში. რაც იდეაში შეიძლება გამოვთქვათ ისე, რომ ზუსტად ეს წრფი არის მეტნაკლებად წარმოსახული. ამ წრფეს არის კონცეპტუალურად პაქტი დაფუძნებული, ანუ საუბარი იმაზე, რომ თვითგამორგოვის უფლება არსებობს კოლექტიური და მე ეს ინდივიდუალური უფლებები ყველა წარმოადგენს ინდივიდუალური თვითგამორგოვის გარანტიებს. ანუ თუ თვითგამორგოვაზე ვიფიქრებთ როგორც უფლებების მთავარ ღირებულებაზე, შეგვიძლია თვითგამორგოვა დაუკავშიროთ ავტონომიას. იმიტომ რომ ავტონომიას თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა შეძლოს თავის ცხოვრების ავტორობა. ადამიანმა შეძლოს თავის ცხოვრებასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც ცხოვრება და ეს ობიექტური რეალობა ამის საშუალებას მოგცემს. მაგრამ ავტონომია არ ესეთი რთულად განსასაზღვრო კონცეფციაა იმ გაგებით, რომ მასში იქიდან არ გამომდინარეობს მარტო მოთხოვნები, რომ ადამიანს ხელი არ შეუშალო და ადამიანს არ ჩაერიო. ასე პოლიტიკური ფილოსოფია არსებობს ჯოზეფ რაზი, რომელიც ამბობს, რომ ავტონომია შედგება სამი მოთხოვნისგან. პირველი ეს არის მენტალური უნარების ქონა, იმისთვის რომ შენ დაინახო კავშირი მიზეზსა და შედეგს შორის და შესაბამისად შენი ქმედებები განსაზღვრულ და დაგეგმო ისე რომ ის შედეგი მიიღო ბენაკლებად, რამდენად შეიძლება შედეგის განსაზღვრა ზოგადად ამ ქვეყანაში საქართველოს არ გულისხმობ, დასავლეთის გულისხმობ. ისე დაგეგმო რომ შენ სასურველი შედეგი მიიღო და ისეთი ცხოვრება გქონდეს, როგორც გინდა რომ გქონდეს. მეორე არის ის რომ ადამიანს გქონდეს არჩევანის ადეკვატური დიაპაზონი, ანუ თუ პირობითად შენი არჩევანი შემოიფარგლება ასეთი მაგალითი მიყავს ძალიან სრულად მაგალითი შეიძლება მოგუშვენოს ხერხში ხედავთ, მაგრამ იდეა მე მგონი არის ადამიანი ჩავარდება ორმოში, სადაც არის საკმარისი საკვები, როგორღაც, მაგრამ აქედან არც ამოსვლა შეუძლია და იქ არც არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ანუ მთელი მისი არჩევანი შემოიფარგლება იმით გადაწყვეტს, როდის უნდა ჭამოს, როდის მოიფხანოს პური, ან როდის დაიძინოს. და ეს ამ ადამიანის იდეაში არავინ იძულებას არ ახორციელებს. მაგრამ არ თუ არა ეს ადამიანი თავისუფალი, ანუ აქ თუ არა ამ ადამიანს რაიმე ავტონომიის მსგავსი. როცა მისი არჩევანი, რომელიც გააჩნია, არის ყველა პრაქტიკულად ღირებულებას მოკლებული. არც ერთი არჩევანი არ გაიგებს, რომ შენ ცხოვრებას განსაზღვროს შენ ცხოვრებას ასწრებს. მეორე საკითხი არის, ანუ არჩევანის ადეკვატური დიაპაზონი გულისხმობს იმას, რომ ადამიანს მნიშვნელოვანი უნიკალური არჩევანის გაკეთება უნდა შეეძლოს. მესამე საკითხი არის ის, რასაც ყველაზე ხშირად ვაიგივებთ ხოლმე ავტონომიასთან, ეს არის დამოუკიდებლობა. ანუ თავისუფლება იმის გამო იყო იძულებული და თავისუფლება იმის გამო იყო მანიპულირებული. რა განსხვავება იძულებასა და მანიპულირებას შორის?
იდეაში განსხვავება არ ინტენსივობის განსხვავება. იძულების შემთხვევაში შენ არ გიტოვებენ არჩევანს გარდა იმისა, რომ დაიქონდება რომ რაღაცა მოპყრობას და შეასრულო იმ მოთხოვნის პირობები, ხოლო მანიპულირების შემთხვევაში შენ შეიძლება განსაკუთრებოდეს რომ გადაწყვეტილებას შენ იღებ, მაგრამ ახენჯებენ თავად გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ანუ მოტყუებული რჩები, განსაკუთრება რომ გადაწყვეტილების მიღები შენ ხარ, მაგრამ საბოლოო ჯამში შენ არ იღებ გადაწყვეტილებას. და როცა საუბრობენ იმაზე, რა შეიძლება თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ შენი თანასწორი სხვა ადამიანი არის ავტონომიური, რა ვალდებულებები გაქვს შენ ძალიან სერიოზულად კითხვას. კითხვაზე პასუხი რაზის აზრით არ ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს მარტო თავშეკავების ვალდებულება. კითხვაზე პასუხი ნიშნავს იმას, რომ შენ ერთის მხრივ გაქვს თავშეკავების ვალდებულება, თუ საუბრობთ ავტონომიის დამოუკიდებლობის ელემენტზე. ეს არის ნეგატიური თავისუფლების არსი, მაგრამ თუ საუბრობთ პოზიტიურ თავისუფლებაზე, ან თუ საუბრობთ იმაზე, რომ ადამიანს უნდა ქონდეს შესაბამისი მენტალური უნარები, რომ გამოიყენოს თავისი თავისუფლება და უნდა ქონდეს რასთავარია ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის დიაპაზონი ფართო და შინაარსიანი, ამ დროს შენი ვალდებულებები არ შემეფარგლება იმით, რომ შენ უბრალოდ არ ერევის ეს ცხოვრებაში. პირობითად ადამიანს სჭირდება სხვა ადამიანის დახმარება იმისთვის, რომ მისი არჩევანი იყოს აზრიანი და მას სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ მას ჰქონდეს განვითარებული უნარები ეს არჩევანი გამოიყენოს. ეს ყველაზე კარგად ეს თეორია მუშაობს ბავშვებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ დახმარება, რომ უნარები განივითარონ, იმისთვის, რომ რაღაცა ეტაპზე შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და რაღაც ეტაპზე ქონდეთ აზრიანი არჩევანი. ასეთი გადაწყვეტილება, რომელშიც საუბარი იყო ბავშვებისთვის, საშუალო გამოხატვის თავისუფლების ეხება, ბავშვებისთვის უხამსი შინაარსის მქონე ინფორმაციის მიწოდებაზე. და მიეცდათ, რომ 18 წლამდე არ შეიძლება ბავშვმა ეს უხამსი შინაარსის მქონე ინფორმაცია მიიღოს. და მოსამართლეც ამაზე მსჯელობდა, ამიტომ რომ ძალიან ძნელია განსაზღვროთ რა არის უხამსი შინაარსი. და თუ ადამიანს აუგზავნოთ 18 წლამდე ყველა ამ ტიპის ინფორმაციის მიღებას, შეიძლება მას მოვაკლოთ შესაძლებლობა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი ღირებულების მქონე პოლიტიკური და სამოქალაქო სოციალური ექსპერტთან აუგზავნოთ შეხება. და მე 18 წელს რო გახდება ამბობს რას უპირებთ. უეცრად ხო ერთ დღეში ხო ვერ გახდება ეს უნარიანი ადამიანი, რომ ქვეყნის დემოკრატიულ მართლობაში მიიღოს მონაწილეობა. ანუ ყველა ადამიანს სჭირდება რაღაცა მომზადება, რაღაცა გზის გავლა და პერმანენტულად არჩევანის კეთება იმისთვის, რომ რაღაცა ეტაპზე მართლაში იყოს დამოუკიდებელი. ეს უნარი ერთ დღეში არ ხდება. როცა ბავშვობიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას გართმევენ და როცა გართმევენ საშუალებას იმისა, რომ მეტნაკლებად გაერკვიო რა გინდა რა მოხწონს, რა გაინტერესებს, ესეთი უნარები ერთ დღეში არ გაჩნდება და შესაბამისად საზოგადოება იქნება ისეთი, როგორც არის. უნდა რომ ყველაზე ძირითად საკითხებზე ჩამოიყალიბოს თავისი აზრი. ანუ ჩვენ ახლა ვშალობთ ავტონომიაზე და მეკითხარით, რომ ავტონომია თავისთავად იყოფა დამოუკიდებლობის ელემენტად, რომელიც შეესაბამება ნეგატიურ თავისუფლებას და ბევრი შინაარსიანი არჩევანის ქონის ელემენტად, რომელიც შეესაბამება უწოდებულ პოზიტიურ თავისუფლებას. ის რომ ადამიანს ქონდეს პოზიტიური თავისუფლება, საკმარისი არ არის, რომ მის ცხოვრებაში არ ერეოდა. საკმარისი აუცილებელია, რომ მას ვიღაცა ეხმარებოდეს. და მე რეკურსება კითხვა, ვინ უნდა ეხმარებოს? უნდა იყოს ეს სხვა ვიღაცა, ვინც დაეხმარება ამ ადამიანს. და ჩვეულებრივ ამ დროს ხდება სახელმწიფო, რომელიც ის უნდა გააკეთოს. მილის ნარკოში, რომელიც წაიკითხეთ, ლიბერალური თეორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგრეთ წოდებული ზიანის პრინციპი. რომ ადამიანის თავისუფლებაში შეიძლება ჩაერიო მარტო მაშინ, თუ ის საზოგადოებას აყენებს ზიანს. თუ ის ზიანს არ აყენებს, შენ მის ვერანაირ არჩევანში ვერ ჩაერავი და შენს მორალობას, შენი კარგი ცხოვრების შესახებ კონცეფციას ვერ მოხავ ადამიანს თავზე. ამას გამართლება არ შეიძლება ქონდეს. რადგან ამობენ პოზიტიური თავისუფლების მომხრეები არის ის, რომ ადამიანის ცხოვრებაში შეგიძლია ჩაერიო და ზიანი არის არა მარტო ის, როცა ის სხვა ვიღაცას აყენებს ზიანს, არამედ ზიანია ის, როცა ის თავს აზიანებს, როცა ის პირობითად აკეთებს უგუნურ არჩევანს, როცა ის უაზროდ იყენებს თავის არჩევანს, როცა საერთოდ არანაირ არჩევანს არ აკეთებს, რაც თავისთავად არჩევანია იმისი, რომ უბრალოდ არ მოხდნა თვითრეალიზება და არ გამოიყენა შენი დრო რაღაც სხვა ზელოდიანი პროექტის განსახორციელება და შემდეგ. ანუ თუ ასეთი მიმდინარეობა ფილოსოფიაში მორალური ობიექტივიზმი, რომელიც ამბობს, რომ ადამიანები კი არ ანიჭებენ რაღაცა ღირებულებების შინაარსს, არამედ ეს შინაარსი გარკვეულ მოვლენებს ცხოვრებაში აქვს თავისთავად. და რასაც ასეთი ამ გაგებით პატერნალისტები ამბობენ, რომლებიც ზიანის პრინციპს აფართოვებენ, არის ის, რომ არ უნდა გვეშინოდეს, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში ყველა სფეროში ჩაერევა და ყველა სფეროში მოახოს ადამიანს
ადამიანისვე დაცვის საფუძველზე თავის კონცეფციებს თავს. თავარია რომ არსებობს რაღაცა შეთანხმება იმასთან დაკავშირებით რა არის ღირებული და რა არის არაღირებული და თუ ობიექტურად რაღაცა არჩევანს გააჩნია ღირებულება, თუ ობიექტურად ეს არჩევანი განაპირობებს იმას, რომ ადამიანი მიაღწევს თავის კეთილდღეობას, განავითარებს თავის ავტონომიას, მაშინ ესე იგი ჩარევა ეს პატერნალიზმი არ არის ცუდი მოვლენა, ესე იგი ეს კარგი მოვლენაა. რომელიც უნდა იქნეს გამართლებული და რომელიც უნდა იქნეს ხელშეწყობილი. ანუ ეს არის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც შეაფასებს შენ სახელმწიფოს სწორად იქცევდა, როცა ერეოდა ადამიანის ცხოვრებაში თუ არ იქცევდა სწორად. ზიანის პრინციპთან დაკავშირებით ზიანის პრინციპის არსი არის ის, რომ ის ადგენს ზღვარს, როდის შეიძლება სახელმწიფო ჩაერიოს ადამიანის ცხოვრებაში. მაგრამ სტრაზი ამბობს არის, რომ როცა შენ აფასებს ზიანი რა არის, შენ ყოველთვის ანუ ზიანის არსი არის, რომ სახელმწიფომ არ უნდა განახორციელოს თავისი მორალი. ანუ რაღაცა საზოგადოებრივი მორალი ინდივიდს ძალიან არ უნდა მოახდინოს თავს. ზოგადად პატერნალიზმის განმარტება არის ის, რომ სახელმწიფო ადამიანს თავს ახლავს რაღაცა კარგი ცხოვრების თავის კონცეფციას, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ემთხვეოდეს ადამიანის კონცეფციას. უბრალოდ ასე არის ძალის მობილიზება, რომელიც რაღაცა კონკრეტულ იდეას, რა არის კარგი ცხოვრება, რა არის წარმატებული და ღირებული ცხოვრება, იძულებით ახორციელებს კონკრეტული პირების მიმართ, ინდივიდების მიმართ. მაგრამ როცა ვშევთ იმაზე რა არის ზიანის პრინციპი, რომელიც იდეაში უპირისპირდება მორალის აღსრულებას ადამიანის მიმართ, ამოსავალი არის ის, რომ ყოველ შემთხვევაში გვჭირდება განმარტოთ რა არის ზიანი. და როცა იმოვწყოთ რა არის ზიანი საზოგადოებაში და რა არ არის ზიანი, ყველა შემთხვევაში ამ დროს ჩვენ სარგებლობთ რაღაცა მორალური ღირებულებით. ანუ მორალის გარკვეული აღსრულება სახელმწიფო მექანიზმების მიერ არის გარდაუვალი. რაც არის და აქედან გამომდინარე, თუ მორალი მაინც აღსრულდება, მაშინ რატო შეიძლება რომ მორალის აღსრულება მოხდეს ისე რომ ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ავტონომია, მისი შესაძლებლობები გავაფართოვოთ. ჩავერეთ იმისთვის, რომ ადამიანმა უკეთესად ისარგებლოს თავისი ავტონომიით. როცა ყველაფერზე ვსჯელობთ, ერთ-ერთი ან რაც ბავშვებს არ უკავშირდება, ყველაზე ხშირად მოყვანილი მაგალითი არის ნარკოტიკების მოხმარების მაგალითი და ნუ ღვედები უფრო უმტკივნეულო თემა, მაგრამ ღვედების შეკვრაც იდეაში სახელმწიფოს პატერნალიზმის გამოვლენა, რომელიც შენ გიცავს შენივე გაუფრთხილებლობისგან. რა შეიძლება იყოს საფუძველი იმისი, რომ სახელმწიფო ესე აქტიურად გერევა ძალიან ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც იდეაში მარტო შენ გეხება, სანამ რა თქმა უნდა თუ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზეგავლენის ქვეშ არ ჩაიდენ დანაშაულს, ხო? და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიღაცას ხავსაც დააზიანებ. ამოსავალი შეიძლება ამ მსჯელობისთვის იყოს ის, რომ ადამიანის დაცვა თავისგან არის მნიშვნელოვანი და არის გამართლებული. როცა უფრო და ჩვენს ცხოვრებას თუ დავაკვირდებით, სახელმწიფოს გაფართოება შეიძლება ხედავდეთ ძალიან ბევრ სფეროში. განსაკუთრებით ეს ეხება ჯანმრთელობის დაცვას. იდეაში მორალურად შეიძლება რატომაც არ ვართ უფრო მეტად კრიტიკულები ამ გაფართოების მიმართ. არის რომ სახელმწიფოს თუ ვაკისრებთ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, თუ სახელმწიფოს ვაკისრებთ რომ ხარჯები გადაიხადოს იმასთან დაკავშირებით, როცა პირდაპირ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების ანაზღაურება, მაგრამ ლოგიკური გაგრძელებაა ამის ის, რომ სახელმწიფო რაღაცა დამატებით შეზღუდვებს ადგენს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ვიზრუნოთ ჩვენ ჯანმრთელობაზე. პოლიტიკურ ფილოსოფიაში არსებობს კონცეფცია, გაჟონის კონცეფცია. მაგალითად, თუ საგანგებო მდგომარეობის დროს გაქვს რაღაცა სხვა რეჟიმი, მაგალითად, პარლამენტის უფლებამოსილებას ამცირებ და ზრდი აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, იმიტომ რომ რაღაც საგანგებო მდგომარეობა გჭირდება რომ გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად იქნეს მიღებული, უფრო ერთსრულოვნად იქნეს მიღებული და უფლებები უფრო მეტად იზღუდება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაღაცა შედეგი იქნეს მიღწეული, რომელიც ყველასთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ამ დროს საფრთხე ესეთი ტიპის რეჟიმების არის ის, როცა რეჟიმი მთავრდება, ადამიანების ქცევის მოდელები მაინც რჩება იგივე. ანუ საგანგებო მდგომარეობის დროს გამკვიდრებული რაღაცა სახელისუფლებო უნარჩვევები გაიჟვნება მე და ჩვეულებრივ ყოფაშიც აგრძელებს არსებობას. ანუ თუ პირობდეთ 3 წელი მაგ რეჟიმი, რომელიც ძალიან იზღუდავს უფლებებს, იმის გამო რომ არის საგანგებო მდგომარეობა, შეიძლება დღეს დასრულდეს საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ რეალურად უფლებების შეზღუდვა არ დასრულდება. მაგას დაჭირდება ძალიან ბევრი ხანი, რომ შეწყდეს და შეიძლება საერთოდ არ შეწყდეს ცუდი შემთხვევების შესაძლებლობა. რაღაცა გავსი მოვლენა შეგვიძლია შევამჩნიოთ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. იმის გამო რომ უფლებები ძალიან გაფართოვდა და სახელმწიფოს მეტი და მეტი ტვირთი დააკისრა. და იმის გამო რომ სახელმწიფოსგან თან დაყალიბება მოლოდინი რომ ის ჩვენი ავტონომიისთვის საფრთხე კი არ არის, არამედ რაღაცა გარანტია, რომელიც ჩვენ ავტონომიას ამ დროში გააფართოვებს და შინაარს მისცემს. ლოგიკურად ხდება დგება შედეგი, რომელშიც სახელმწიფო უფრო და უფრო მეტად ერევა ჩვენს ძალიან ინდივიდუალურ არჩევანში. ანუ ადამიანის უფლებები რაღაც
მორიელი, რომელიც თავს კვენს. მეტნაკლებად მსგავსი მეტაფორით შეიძლება ავსახოთ. როცა რაღაცა კონცეფცია ძალიან ფართოვდება და სახეს კარგავს, მე ძალიან ძნელია მისი შინაარსობრივი გამოყენება და მისი თავისი პირველადი მიზნის შესაბამისად გამოყენება.